თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დააკავეს. შესაბამისი განცხადება სუსში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. სუსში აცხადებენ, რომ ახალაია დაკავებულია 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში. გამოძიების თანახმად 4 ოქტომბრის მოვლენებს ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და საქართველოში მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩანა ახალაია. სუსში განამარტეს, რომ ბაჩანა ახალაიასთან ერთად დაკავებულ მის მეუღლე ანნა ნადარეიშვილთან დაკავშირებით მიღებულია გადაწყვეტილება გათავისუფლების შესახებ, თუმცა გამოძიება მომავალში არსებული თუ სხვა ახალი მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს, იღებდა თუ არა რაიმე ფორმით ისიც მონაწილეობას მის მეუღლესთან ერთად ჩადენილ დანაშაულში. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ეხება 4 ოქტომბრის ცნობილი დანაშაულებრივი მოვლენების პარალელურად დიდი ოდენობით იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა შენახვის ფაქტს, რომელშიც იმხილება ბრალდებული ბექა ჭულუხაძე. ხოლო გამოძიება მუშაობს როგორც ამ ფაქტის კავშირზე სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის საქმესთან, ასევე დანაშაულში ბაჩანა ახალაიას, ლაშა შერგელაშვილის და სხვა პირთა შესაძლო თანამონაწილეობაზე. საქმეზე ჩატარებულია მრავალი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის ჩვენ შევძველით უტყუარობის მაღალი სტანდარტით, წუთებისა და წამების სიზუსტით, ინტერნეტ ტრაფიკის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით დაგვედგინა ორ პირს შორის მობილური ტელეფონების ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით შემდგარი სატელეფონო ინტერნეტ კავშირი. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ამოღებული ინფორმაციის სპეციალისტების მიერ დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ 4 ოქტომბრის დანაშაულებრივი მოვლენების დროს აღნიშნულ მოვლენებს ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით ხელმძღვანელობდა და საქართველოში მისი მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩანა ახალაია. საზოგადოებისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, დეტალურად შეგვიძლია განმარტოთ, რომ 4 ოქტომბრის დანაშაულებრივი მოვლენების აც უკვე ბრალდებულ ორგანიზატორებთან, მათი ინტერნეტ აპლიკაციებისა და ანა ნადარეიშვილის IP, ამ შემთხვევაში ეგრეთ წოდებული Wi-Fi-ის მისამართებს შორის, რომელიც მის ამჟამინდელ საცხოვრებელ მისამართზეა რეგისტრირებული, 2025 წლის 28 სექტემბრის 21 საათიდან მათ დაკავებამდე შედგა არაერთი სატელეფონო ინტერნეტ კომუნიკაცია ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით. კერძოდ, ჯამში ფიქსირდება 353 შემდგარი ინტერნეტ სესია, მათ შორის მურთაზ ოდელავასთან 157 ჯერ, პაატა ბურჯულაძესთან 110 ჯერ, პაატა მანჯგალაძესთან 29 ჯერ, ლაშა ბერიძესთან 26 ჯერ, ირაკლი ნადირაძესთან 21 ჯერ. ამასთან ხსენებული პირების მიერ საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი მასშტაბის დანაშაულის ორგანიზების პარალელურად მურთაზ ოდელავასა და ბაჩანა ახალაიას მეუღლის ანა ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებულ IP მისამართს შორის ინტერნეტ კონტაქტი უშუალოდ 4 ოქტომბერს დღის განმავლობაში შედგა რამდენიმეჯერ. კერძოდ, 10 საათსა და 20 წუთზე, 11 საათსა და 35 წუთზე, 11 საათსა და 57 წუთზე, 16 საათსა და 2 წუთზე. მოცემულ შემთხვევაში საყურადღებოა, რომ ინტერნეტ კონტაქტიდან 4 წუთში მომიტინგეებმა დაიწყეს მსვლელობა თავისუფლების მოედნის მიმართულებით. შემდეგი ინტერნეტ სესიები ფიქსირდება 17 საათსა და 51 წუთზე, 18 საათსა და 6 წუთზე, რაც ძალიან საყურადღებოა და შესაბამისი დასკვნის გამოტანის მყარ საფუძველს იძლევა. 4 ოქტომბერს ბოლო კავშირი მურთაზ ოდელავას ანა ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებულ IP მისამართზე განხორციელებული აქვს მისი და პაატა ბურჯულაძის ძალადობრივი მოწოდებებით გამოსვლამდე 9 წუთით ადრე, 18 საათზე, 44 წუთსა და 11 წამზე. იმავე დღეს ფიქსირდება პაატა ბურჯულაძის 2 სატელეფონო ინტერნეტ კონტაქტი ანა ნადარეიშვილზე რეგისტრირებულ IP მისამართზე. პირველი 9 საათსა და 21 წუთზე, მეორე 17 საათსა და 14 წუთზე. რაც შეეხება ლაშა ბერიძეს. მას ბაჩანა ახალაიასთან 4 ოქტომბერს დღისით სატელეფონო ინტერნეტ კავშირი ჰქონდა 10 საათსა და 39 წუთზე, 19 საათსა და 20 წუთზე,
19 საათსა და 21 წუთზე, 19 საათსა და 29 წუთზე, 19 საათსა და 32 წუთზე, 19 საათსა და 34 წუთზე, 19 საათსა და 41 წუთზე. ამ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ მოცემული ინტერნეტ კონტაქტები ემთხვევა პრეზიდენტის სასახლის შენობაზე ძალადობრივი იერიშის დაწყების შემდგომ პერიოდს და განსაკუთრებით საყურადღებოა იმითაც, რომ ლაშა ბერიძე ამ დროს იმყოფებოდა პრეზიდენტის სასახლესთან და შესაბამისად დირექტივას ბაჩანა ახალაიასგან იღებდა. ძალიან მნიშვნელოვანი ერთი გარემოებაც მას შემდეგ, რაც სხვადასხვა წყაროებიდან დაიწყო ჩანაწერის გავრცელება, რომელიც სავარაუდოდ ასახავდა ბაჩანა ახალაიასა და პაატა ბურჯულაძეს შორის შემდგარ საუბარს ხელისუფლების დამხობის თაობაზე, შეიცვალა მურთაზ ზოდელავასთან კომუნიკაციის ფორმა, რის შემდეგაც აქტიური ინტერნეტ კავშირი ფიქსირდება მასსა და მოქალაქე ზვიად გაგუას მობილური ტელეფონის ინტერნეტ აპლიკაციებს შორის. 4 ოქტომბრის პირველი ასეთი კავშირი ინტერნეტ აპლიკაციით 20 საათსა და 12 წუთზე, ხოლო შემდეგი კავშირი 21 საათსა და 9 წუთზე, 21 საათსა და 15 წუთზე, 21 საათსა და 23 წუთსა და 22 საათსა და 8 წუთზე შედგა. გაგუა ისევე როგორც ბაჩანა ახალაია და ანა ნადარეიშვილი დაკითხულები არიან გამოძიების მიერ და სამივე მათგანი ადასტურებს, რომ ზვიად გაგუა არის ახალაიების ოჯახის ახლობელი და ცხოვრობს მათთან სახლში. ამ შემთხვევაში დასაბუთებულია ვარაუდი, რომ სატელეფონო ინტერნეტ კავშირი არა მურთაზ ზოდელავასა და ზვიად გაგუას შორის, არამედ ის რეალურად მურთაზ ზოდელავასა და ბაჩანა ახალაიას შორის შედგა. ამ ინტერნეტ კავშირებიდან ყურადსაღებია ზოდელავასა და გაგუას მობილური აპლიკაციების კავშირი 20 საათსა და 12 წუთსა და 23 წამზე, საიდანაც 3 წუთში მურთაზ ზოდელავა კვლავ დაუბრუნდა სცენას, წარადგინა ახალი გეგმა და მომიტინგეებს მოუწოდა დაძრულიყვნენ ქართული ოცნების ცენტრალური ოფისისკენ. როგორც ხედავთ, მოპოვებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, უტყუარად დასტურდება 4 ოქტომბრის დანაშაულებრივი მოვლენების მთავარი ორგანიზატორის ვინაობა საქართველოში. შესაბამისად, ჩვენ მიერ დაკავებულია ბაჩანა ახალაია, დაკავებული და სისხლის სამართლის საქმე, სხვა სისხლის სამართლის საქმესთან გასაერთიანებლად, ქვემდებარეობით ბრალის წარსადგენად და შემდგომი გამოძიების ჩატარების მიზნით გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს. რაც შეეხება ბაჩანა ახალაიასთან ერთად დაკავებულ ანა ნადარეიშვილს. მიღებულია გადაწყვეტილება მისი დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ და გამოძიება მომავალში არსებული თუ სხვა ახალი მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს იღებდა თუ არა რაიმე ფორმით ისიც მონაწილეობას მის მეუღლესთან ერთად ჩადენილ დანაშაულში. ანა ნადარეიშვილის მიმართ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია იმის მიუხედავად, რომ ბაჩანა ახალაიამ საერთოდ უარი განაცხადა ყველანაირი ჩვენების მიცემაზე, მათ შორის მას ჰქონდა შესაძლებლობა ეპასუხა კითხვაზე, მხოლოდ ის კონტაქტობდა დანაშაულის სხვა ორგანიზატორებთან, თუ ამაში ჩართული იყო მისი მეუღლე ანა ნადარეიშვილიც, რითაც თავადაც არ გამორიცხა დანაშაულის ჩადენაში მისი მეუღლის თანამონაწილეობა. ოცნება ცდილობს საკუთარი სისტემური კორუფცია გადაფაროს წარსული საჩრდილებით, ცდილობენ ეს ტრიუკი დაგვიდგა. ამასობაში ქმარს ცოლით აშანტაჟებენ და ამით პირდაპირ ამბობენ თავის სათქმელს ნულოვანი ტოლერანტობა. ეს აღარ არის პოლიტიკური ბრძოლა, არც სამართალი, ეს არის საბჭოთა წითელი ტერორი, მისი პირდაპირი რესტავრაცია. ესეთი გამოძიებები კარგი იქნება თუ ჩატარდება ქიმიური მოწამვლის სკანდალზე, ესეთი გამოძიებები ჩატარდება თბილისის საბავშვო ბაღებში პატარებისთვის მოპარულ ულუფაზე, კორუფციულ ვერტიკალზე, ჩვენ ამაზე წლები ვლაპარაკობდით. საქართველოს საზოგადოებაში მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, არავის აღარ სურს არც დამხობა, არც რევოლუციები, არც რადიკალური პროცესები, იმიტომ რომ ნახეს რადიკალურმა ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენლებმა, რომ ხარდაჭერა არ ქონდათ და მეორეს მხრივ გადატყდა ის იდეა, რასაც ქვია დამხობის პროცესი და ყველა უნდა აგოს პასუხი. შესაბამისი უწყებები იმ საჯარო მტკიცებულებების თუ გამოკლეული უკვე მტკიცებულებების საფუძველზე
რაზეც ახლა ბრიფინგი ჩატარდა უსაფრთხოების სამსახურში, ყველა აგებს პასუხს. ამ შემთხვევაში საუბარია ბაჩანა ახალაიაზე, რომელსაც მისივე ნაცმოძრაობაში ზოგიერთი მომხრეებიც ყოფილი თუ ახლანდელი პირდაპირ ამბობდნენ, რომ დიახის მონაწილეობდა ამ დამხობის პროცესებში და ახლა უკვე რაც ბრიფინგზე ვნახეთ, წუთების სიზუსტით გამოაცხადა უსაფრთხოების სამსახურმა. დასაკვირველია გამოძიებას უნდა დაველოდოთ, მაგრამ უკვე ამ ეტაპზე გვაქვს საფუძველი. ვფიქრობთ, რომ ყველაფერი დაკავშირებული ერთმანეთთან. ბაჩო ახალაიას მონაწილეობა, ნაცმოძრაობის გააქტიურება, ხარდაჭერა რაღაც უპრეცედენტო ზოგიერთი ქვეყნიდან და ბრიუსელიდან ფინანსური თუ პოლიტიკური ამ ექსტრემისტული პროცესების განვითარების. იქ ასაფეთქებელი ნივთიერებების აღმოჩენა, იარაღის აღმოჩენა და რასაკვირველია ეს პროცესი, რომელსაც რევოლუციის მოწყობა ჰქვია. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ არსებობს, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ სახელმწიფო სტრუქტურები საკმაოდ მძლავრად დგანან. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე წყალტუბოს მუნიციპალიტეტების პროფესიულ კოლეჯს ეწვია და სასწავლო პროცესს გაეცნო. მინისტრმა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და პროფესიული კოლეჯის თანამშრომლებთან შეხვედრები გამართა. გივი მიქანაძემ შეხვედრაზე პროფესიული განათლების გაძლიერების მიზნით განსახორციელებელი ინიციატივები განიხილა და კოლეჯის თანამშრომლებისგან არსებული გამოწვევების შესახებ მიიღო ინფორმაცია. წყალტუბოს პროფესიული კოლეჯი სტუდენტებს შესთავაზებს სარესტორნო, სასტუმრო მომსახურების და სხვა 15-მდე პროგრამას. პროფესიული კოლეჯი გათვლილია 150 სტუდენტზე. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ კოლეჯებთან მიმართებაში ხელი შეუწყოთ სხვადასხვა მიმართულების სახელოსნოების აშენება განვითარებას, ისევე როგორც შემდგომ წლებში საცხოვრებელი კომპლექსების აშენებას, რაც შესაძლებელს გახდის, რომ არა მარტო ლოკალურად, არამედ ქვეყნის მასშტაბით დაინტერესებული პირები აქ ჩამოვიდნენ და მაღალკვალიფიციური პერსონალის ზედამხედველობითა და გადამზადებით მიიღონ შესაბამისი ცოდნა და კვალიფიკაცია. ფინანსთა და სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 3.926.261 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე 8 პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა დანაშაულებრივი სქემა შეიმუშავეს, რომლის ფარგლებშიც ათეულობით კომპანია დააფუძნეს და 2021-2024 წლებში სვანეთიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განხორციელდა 102 მილიონი ლარის ღირებულების დაახლოებით 130,000 კუბური მეტრი ხისმასალის ტრანსპორტირება და შემდგომ რეალიზაცია. სასჯელი 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებულია. 2003 წელს დაბადებული ისრაელის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ბრალდებული სამგზავრო ბარგის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს 3080 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვისხე საზეიმო დაინდო. ცენტრალურ მოედანზე გაიმართა კონცერტი და მოეწყო საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა მიმდინარეობდა. საახალწლო ღონისძიებები ქუთაისში 25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება. პირდებით, რომ 2025 წელი გავაცილეთ მშვიდობიანად და 2026 წელი უფრო მეტი მშვიდობის, სიკეთის, ხვავის, დოვლათის ბარაკის მომტანი წელი იქნება თითოეული თქვენთაგანაც. პირდებით, რომ ძალიან ბევრი, ძალიან ლამაზი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება ქალაქში, რომლებსაც თითოეულ თქვენთაგანთან ერთად გავივით და თქვენი მოწონების შემდეგ შეესხმება ყველა ამ პროექტს განხორციელება. ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ლამაზი პროექტები კეთდება ქალაქში, რომელიც წლების განმავლობაში არ გაკეთებულა. და კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ყველა ის ლამაზი დღეები, რაც ერთად გავიარეთ და რასაც აწი გავიარეთ. მშვიდობიან ქვეყანაში გვეცხოვროს მუდამ. ჩვენს მომავალთაობას მშვიდობიან ქვეყანაში ეცხოვროს. გისურვებთ ბედნიერ და ლამაზ ახალი წლის დღეებს.
მოგესალმება, გილოცავთ ახალ წელს, მრავალსაერთი წელი ძალიან მაგარი დღე იყო დღეს და არ ვიცი, კიდე კაი ვისურვებდი ხონში. ამ სამოჭი ხო? რა იქნება სამომავლო სურვილი თქვენთვის? ქვეყანას რას უსურვებთ? ხონში რას ისურვებთ? ვუსურვებ წინსვლას და რაც დღეს ხონში ხდება, რა ვიცი, ყოველ წელს ახალ რაღაცები ხდება და ძალიან მიყვარს ჩვენი მერი, აი ძალიან მგირდები მაგაც. ანუ იმიტომ რომ ძალიან ახალ რაღაცებს აკეთებს. ესეთი რაღაცები ხონში არასდროს არ ყოფილა. და რა ვიცი, აი რა მიუ. ერებას, ჯანმრთელობას, ყოველივე სიკეთეს. სიკეთის მომტანი ყოფილიყოს ამ წელიწადს ყველასთვის, მთელი საქართველოსთვის და საერთოდ მსოფლიოსთვის. გილოცავთ ამდენ ახალ წელს. გილოცავთ ახალ წელს მრავალს დაესწარით. რა იქნება შენი საახალწლო სურვილი? ფისერები. და ყველა კარგად რო იყოს. გილოცავთ შობა ახალ წელს. კონცერტის მოგვეწონა, ნაძვს ანთებაც მოგვეწონა, ძალიან ლამაზი იყო ყველაფერი. ძალიან ლამაზი. რას ისურვებდით სამომავლოდ? რას ვისურვებდით სამომავლოდ? კარგად ყოფნას. ლამაზ ახალი წლის გათენებას ასე შემდეგ. ყველაფერს კარგს რა. გილოცავთ ახალ წელს და სამომავლოდ ვისურვებდი უფრო ახალი რამე რო შემოგვიტანოს. ამითაც კმაყოფილი ვართ, ძალიან ლამაზია ყველაფერი და წინა ნაძვის ხეზე უფრო ლამაზი არის ეს ჩვენი ნაძვის ხე. ხოდა რა ვიცი, აბა ბევრად კმაყოფილი ვართ ჩვენ დღეს. დღეს ხონის მუნიციპალიტეტში ჩატარდა საახალწლო ღონისძიება, რომელიც მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა. საკმაოდ ლამაზი ღონისძიება გამოგვივიდა, ძალიან ბევრი ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას და ესწრებოდა დღევანდელ საღამოს. გილოცავთ ამდენ 2026 წელს, ისურვებთ მშვიდობას, სიკეთეს და წარმატებებს. ერთად გვეზეიმოს ჩვენი ქვეყნის და ქალაქის წარმატებები. დღეს ვიმყოფებით ხონში. ძალიან მაგარი საღამო ჩავატარეთ, ავანთეთ ნაძვისხე, შემოვიტანეთ საახალწლო განწყობა. ჩემი სურვილი იქნება, რომ ყველა ქართველს, განსაკუთრებით ამ პატარებს, ამ ახალგაზრდებს, ჰქონოდეთ ბედნიერი, ნათელი და რა თქმა უნდა, ყველაზე მაგარი ახალი წელი. ქართველებს ყოველთვის უნდა გვემღერებოდეს, გვეცეკვებოდეს და ყოველთვის უნდა ვიყოთ კარგად. გვიყვარდეს ერთმანეთი და კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ახალ წელს. ქუთაისის კათოლიკურმა ეკლესიამ ქრისტეშობის დღესასწაული აღნიშნა. კათოლიკურ ეკლესიაში სადღესასწაულო მსახურება პადრე გაბრიელე ბრაგანტინი ჩაატარა. ქრისტეშობას საქართველოში კათოლიკეები, ბაპტისტები და საქართველოს სახარების რწმენის 50-იანული ეკლესიის მრევლი ზეიმობს. ქრისტეშობას 25 დეკემბერს ქრისტიანების უმრავლესობა აღნიშნავს. საშობაო ტრადიციებს იტალიაში ჩაეყარა საფუძველი, რომელიც მთელ კათოლიკურ სამყაროში გავრცელდა. მსოფლიოში მილიარდზე მეტი კათოლიკეა. საქართველოში კი 50,000-მდე კათოლიკე ცხოვრობს. მთელ კაცობრიობას ულოცავ უდიდეს დღესასწაულს, ქრისტეშობას. ამ დღეს როცა ქრისტე ბეთლემს იშვა, ამ დღეს დაიბადა კაცობრიობის გადარჩენის ყველა გზა და ყველა ხერხი ქრისტეს დაბადებით. მიულოცავ მთელ საქრისტიანოს, მიულოცავ განსაკუთრებით მათ, ვინც დღეს აღნიშნავს შობას, როგორც კათოლიკურ, ისე მართლმადიდებლურ საქრისტიანოს, მიულოცავ სრულიად საქართველოს. რა ვიცი, ამაზე დიდი დღესასწაული მე მგონი არ არსებობს. აი, კაცობრიობის გადამრჩენად მოვიდა და კაცობრიობას შეეწირა. მერე კაცობრიობის გადარჩენას შეეწირა ქრისტე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ახლა ამ დღეს აქ მოვიდე, მოსვლა და ნახვა თვითონაც. ეს ჩემი ინტერესის სფეროც არის. მე ვარ მართლმადიდებელი, მაგრამ რაღაცა მაგ გარკვეული ბმები თვითონ კათოლიკებთან, წინაპრებთან და ყველაფერი ძალიან მომეწონა. აი, ჩემთვის ამაღელვებელი იყო ბოლოს ის სიყვარული, რომელიც თვითონ დარბაზში გამეფდა. და ერთმანეთისთვის ყველაზე მთავარი სურვილი, ეს არის დღეს, რაც არის კაცობრიობისთვის, არის მშვიდობა.
და მე მთელ კაცობრიობას უსურვებ მშვიდობას და მშვიდობა არ იქნება ისე თუ არ იქნება სიყვარული და მთელი ამ წირვის მსვლელობას ახლდა სიყვარული, მთლიანად ახლდა სიყვარული, რომ ჩვენ ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს, ადამიანებს უნდა გვიყვარდეს და აი თვითონ პადრე გაბრიელეს სიტყვებში ჩანდა, რომ თუ არ იქნა სიყვარული, მაშინ ადამიანობა არ არის, საერთოდ ადამიანობა არის დაკარგული. აი ეს იყო ჩემთვის მთავარი, რომ აქ მე დამენახა და ეს დავინახე, შევიგრძენი და ავივსე რაღაც იმ ენერგიით, რომელიც ძალიან ბევრ სტიმულს და სიხარულს მომცემს მომდევნო დღეებში და ყველას უსურვებ ამ სიხარულს, ყველას უსურვებ შრობის სიხარულს. აი შეეგრძნოს ეს სიხარული და მივხვდეთ, რომ რა არის აი ქრისტეს მოსვლა და საერთოდ მე ქრისტეს ამ ადამიან კაცობრიობისთვის წამება. როცა დღევანდელ დღე განსაკუთრებულია, მაგრამ რუსთავებს არ ეშლება. არა საქმე არ იქნების, რაც არ ღმერთსა არას წადდესო. და ეს ყოველდღიური რეჟიმია ჭეშმარიტი ქრისტიანისა და სწორედ იმ განცდით ვართ ყოველთვისო ქრისტეშობის დღესასწაული ერთ-ერთი განსაკუთრებულია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. რაც შეეხება მთავარს, ვაჟოფშაველაცაც არ ეშლება, როცა ამბობს თას ვიყვარ მწევარზე ვიდექ, თვალწინ მეფინა ქვეყანა, გულზე მესვენა მზემთვარე, ლაპარაკობდი ღმერთთანაო. სწორედ ღმერთთან ამნაირი ლაპარაკია საჭირო. და მიულოცავ ყველას ბედნიერებას, სიკეთეს, წინსვლას, სიხარულს, სიყვარულს და გამარჯვებას უსურვებ პირველ რიგში საქართველოს და მთელ მსოფლიოში მშვიდობა, ბედნიერება და სიხარულის უფევდეს. ქრისტეშობა კი მნიშვნელოვანი არის იმიტომ, რომ ამის მიხედვით შეიძლება რომ ისტორია შეიცვალა. ჩვენ ვამბობ, რომ ქრისტეს შობამდე და ქრისტეს შობის შემდეგ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აგრეთვე რადგან ჩვენ დღეს ვზეიმოთ ეს მომენტი, დღესაც ისტორია იცვლება უკეთესობისკენ. კი არა მხოლოდ ადამიანების თანამშრომლობით, არა მხოლოდ ადამიანების შრომით, არამედ აგრეთვე ზუსტად იესო ქრისტეს დახმარებით ჩვენ შევიდათ, რომ მარტონი არა ვართ, იმიტომ რომ ქრისტე ყოველთვის ჩვენს გვერდზე არის ემანუელი, იესო ქრისტე ჩვენთან არის და ამ იმედი ჩვენ ცოცხლობ, ჩვენ ამ იმედი შრომობთ, ამ იმედი ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერი. ამისათვის შობა მნიშვნელოვანი არის, ვინაიდან გაანახლებს ეს ენერგია, ეს ძალა.